საბაზ ნომინანტი თარგმნელის კიდევ ერთი ნამუშევარი გაბრიელ მარკესისა და მარიო ვარგას ლიოსას ქართული მკითხველისთვის ნაკლებად ცნობილი რომანების თარგმნის შემდეგ ლანა გალანდიამ ამჯერად ბორხესის მოთხრობათა კრებული თარგმნა. საუბარია ცნობილი ესპანელი მწერლის წიგნზე სახელწოდებით ბროდის ანგარიში. წიგნის ქართულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია ერნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. როგორც ბედის წერას არ აქვს კავშირი შემთხვევითობასთან, ისევე არ არსებობს შინაარსობრივი კავშირი ბორხესის მოთხრობებს შორის. თუმცა მაინც ერთ კრებულში ერთი ყდისა და ერთი სათაურის ქვეშ გამოქვეყნებულ მოთხრობებში ბორხეს ვერ გაექცევი. ყველაზე დიდი კავშირი მისი ლაკონური თხრობაა. დიდი გამოწვევის წინაშე მდგარმა მთარგმნელმა ლანა გალანდიამ უკვე დაარქვა ამ ამბავს ბორხესის მაგია. მან კრებული გამომცემლობა ინტელექტისთვის თარგმნა. ბორხესი ამ წიგნში არ ღალატობს თავის ჩვეულ სტილს, ეს არის მცირე ზომის მოთხრობები, სადაც ყოველი ამბავი არის დამოუკიდებელი ისტორია, დამოუკიდებელი იგავია და მათში შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანში რაღაცნაირად ის აყენებს ჩვენს წინაშე, მკითხველის წინაშე, აყენებს ეთიკურ პრობლემას, მაგრამ ბორხესთან ეს ყოველთვის მეტაფორებია, ყოველთვის სიმბოლურია ყველანაირი აზროვნება. მარკესისა და ლიოსას თარგმნელისთვის ბორხესის სხვა ენაზე ამეტყველების მთელი სირთულე თავად ავტორი ყოფილა. სიტყვაწუნწი მწერლის კრებული ბროდის ანგარიში პირველად 1970 წელს გამოქვეყნდა. კრებულში მწერლის 11 მოთხრობაა შესული. ეს არის იგავები ბედზე, ადამიანებზე და საგნებზე. ლაკონურად წერს, ასე ვთქვათ, ძალიან სტრიქონებს შორის ძალიან ბევრ რამეს ტოვებს, რაც მკითხველმა თავისით უნდა წაიკითხოს და ამოიკითხოს და ბუნებრივია მისი ასეთი მწერლის ქართულად ამეტყველება ნებისმიერი მთარგმნელისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. მიუხედავად ამ სწორხაზოვნებისა, ბორხესის პროზას ხშირად უწოდებდნენ პოეზიას. თავადაც ასე თვლიდა 1963 წელს მისი შემოქმედების დასასრულს პარიზში სტუმრად ჩასულმა მწერალმა მარიო ვარგას ლიოსასთან აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთ ლიტერატურულ ჟანრს, პოეზიას ემსახურებოდა.